საღამომშვიდობის საქმის კურსი დღის შემაჯამებელი გამოშვებით ბრუნდება ეთერში, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა უძრავი ქონება ჩამოერთოთ. აღნიშნული შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოთარ დანელიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მცირე მიწიანი ქვეყანაა, საიდანაც დაახლოებით 45-50,000 ჰექტრამდე უცხოელების საკუთრებაშია. პარლამენტის ხდომების გაცდენა დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი გახდება. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში შესაძლოა დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს. კობახიძე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა, როცა კვორუმის არარსებობის გამო მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტმა ვერ დაამტკიცა. იქნებიან თუ არა საპენსიო რეფორმაში ჩართული ბანკები. TBC ბანკის სამეთოყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე BMG-თან აცხადებს, რომ ბანკები მზად არიან ჩაერთონ საპენსიო რეფორმაში აქტივების მართვის თვალსაზრისით. მისი განმარტებით, საუბარია მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაზე. საპენსიო სააგენტოს უფროსი ლევან სურგულაძე კი BMG-თან განმარტავს, რომ სისტემაში ბანკების მონაწილეობა არ განიხილება. მისი განცხადებით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მართვისთვის შიდა სტრუქტურა ექნება. ხელს უწყობს საფუძვლის განვითარებას ეს ერთი და ასევე აუცილებლად მივიღეთ მონაწილეობას თვითონ მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაში, იმისათვის რომ ეს აქტივები იყოს ეფექტურად და მაქსიმალურად მომგებიანად მართული. კერძო საპენსიო ფონდების მართვა ეს არის აქტივების მართვა. და ამ თვალსაზრისით ჩვენთვის საინტერესო იქნება მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამომდინარე ჩვენი გამოცდილებიდან. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებამდე 18 დღე რჩება. ყველაზე მთავარი კი, რაც მოცემულ მომენტში ბიზნეს საზოგადოებას აკლია ინფორმაცია. საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ამის გამოსასწორებლად რამდენიმე ვარიანტს აანონსებს. დღეს ლევან სურგულაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ტატია ჩაფუჩაძე მუშაობდა თემაზე დღის განმავლობაში. ტატია, საღამომშვიდობის. საინტერესოა რა შეფასებები ქონდა ბიზნეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მისამართით, ანუ ზოგადად რეფორმაზე ვიცით ნაწილის მოსაზრებები. საღამომშვიდობისა, მივესალმები საქმის კურსის მაყურებელს. დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ორ კვირაში ასამოქმედებელ რეფორმასთან დაკავშირებით ბიზნესი ინფორმირებული არ არის და ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა თავად დასაქმებულების თვალსაზრისით და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით დღეს ბიზნეს სექტორი ითხოვდა რეფორმის გადავადებას კონკრეტული დროის განმავლობაში. გარდა ინფორმაციის დეფიციტისა, ისინი საუბრობენ დარღვევებზე, მაგალითად დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჭყონია საუბრობს, რომ ეს არის ერთგვარი დამატებითი გადასახადი ბიზნესისთვის, რაც არ შეიძლება რომ იყოს სავალდებულო. მან არ გამორიცხა ისიც, რომ შესაძლოა კომპანიების ნაწილმა ეს ამ თანხების მობილიზება მოახდინონ თავად ხელფასებისგან და ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს დასაქმებულებს. იყო თუ არა ამაზე ეს თქვით პასუხი ლევან სურგულაძის? პასუხი იყო და დღეს მკიცედ განაცხადა ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ, რომ არანაირი გადავადებას ადგილი არ ექნება. სხვათა შორის ცოტახნის წინ გამოეხმაურა მას ეკონომიკის მინისტრიც და ასევე დაადასტურა, რომ რეფორმის გადავადება არ იგეგმება. კიდევ ერთი თემა, რომლის განხილვაც მოხდა, უკავშირდებოდა მკაცრად დადგენილ პირობებს, კონკრეტულ ვალდებულებებს, კონკრეტულ ვალუტაში. ასევე პრობლემები ეხება და კითხვები ბიზნეს სექტორის ეხება საგადასახადო თემას, რადგანაც დღეს ძალიან ბევრი კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა თუ ბუღალტერმა ვერ მიიღო კითხვაზე პასუხი, რომელი თანხის დაბეგვრა მოხდება, რამდენი უნდა გადაირიცხოს ამ ახალი დაგროვებით სისტემის ამოქმედების შემდეგ სახაზინო კოდზე, რამდენი უნდა იყოს საპენსიო რეფორმაზე და ამ ყველაფერმა რიგი უკმაყოფილებები წარმოქმნა. შეგვიძლია მოვისმინოთ ბიზნესის კომენტარები. როდესაც დეკემბრის შუაში რაღაც ინფორმაციას იღებ, როდესაც 1 იანვრიდან უკვე გიწევს ამის კეთება, საკმაოდ დაგვიანებულია. მთავარი რისკი მაინც ინფლაციის რისკია, იმდენად რამდენადაც 30 წლის შემდეგ სავალუტო რისკის განსაზღვრა საკმაოდ რთულია რა. და სწორედ ერთ-ერთი ჩემი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ თქვა ადამიანებს ეძლეოდა საშუალება თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინათ მაღალ რისკიან და დაბალ რისკიან დაბანდებებს შორის, რატო არ ეძლევა ამ ადამიანებს საშუალება, რომ თვითონ განსაზღვრონ თავისი დანაზოგის ვალუტა, როდესაც ბიზნესს ვანთავისუფლებთ გარკვეული გადასახადებისგან და ამ დროს შემოგვაქვს ახალი რეგულაცია, მე მაინც ამას დავარქვებ, რომ გარკვეულწილად გადასახადების დაწესება ქვია ბიზნესისთვის. ახლა
და ეს ჩემი ხედვაც არის, რომ ეს გარკვეულწილად კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება, რამდენადაც ინფორმირებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს დასაქმებულის მხრიდან იყოს ნებაყოფლობითი. ხედავთ ახლა უკმაყოფილო ბუღალტრებს, რომლებიც ტოვებენ შეხვედრის დარბაზს, ვერ მიიღეს ელემენტარული პასუხი კონკრეტულად თუ რამდენი თანხა უნდა გადაიხადონ სახაზინო კოდზე და რამდენი თანხა უნდა გადაიხადონ საპენსიო ფონდის ანგარიშზე. ამიტომ აბსოლუტური ინფორმაციული ვაკუუმი. თათე სხვადასხვა დღეს გავრცელდა რევაზო ჰაჭეკიძის კომპანია ჩირინას დამფუძნებლის განცხადება, რომ ის რეკავს საპენსიო სააგენტოში, მას იქ არ პასუხობენ, სხვადასხვა ონლაინაც მოიკითხა ამ რეფორმის მიმდინარეობა. მან ასევე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამ ფულს გაპლანგავს. კი ბატონო, თანმიმდევრობით არ გაპლანგავს არავინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცვლილებები უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში. დღეს ამ თემებზე რა თქმა უნდა იყო საუბარი და ჩვენ სააგენტოს ხელმძღვანელისგან მივიღეთ დაპირება, რომ 2 დღეში ჩაირთვება საიტი, ასევე ამოქმედება სატელეფონო ხაზიც და ყველა კითხვაზე ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება, რომ მიიღოს პასუხი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს და რისკებს, რომელიც რეალურად ყველაზე მთავარი საკითხია, როცა ფონდთან მიმართებით ვსაუბრობთ, დღეს ამის პასუხად მოიყვანეს ის, რომ შეიქმნება 2 დამოუკიდებელი სტრუქტურა, ერთი კომიტეტი, რომელიც გააკონტროლებს საქმიანობას და მეორე საინვესტიციო საბჭო, რომელიც იქნება დაკომპლექტებული 5 წევრისგან და თავად ამ წევრების შერჩევაც მოხდება ასე ვთქვათ საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები და რაც ერთ-ერთ გარანტად დასახელდა არის ის, რომ ამ კომიტეტის წევრებს ექნება ძალიან საკმაოდ მაღალი ანაზღაურება და ეს ჩაითვალა ერთ-ერთ გარანტორად იმისა, რომ ამ თანხების გაფლანგვა არ მოხდება. რაც შეეხება იმ ვერსიას თუ კი იმას, რომ საპენსიო სააგენტოში, წლებით არის ეს გაწერილი, მაგრამ 400 მილიონი შემდეგ მილიარდ ნახევარი უნდა იყოს მობილიზებული, ახლა რა ხელფასი უნდა გქონდეთ, რომ ხო, ეს რა უდგას წინ ამ შემთხვევაში კანონის მიღებას, მე ამას გულისხმობ სისხლის სამართლს. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის სრულებებს, ამაზე საუბარი იყო, რომ ასეთი კონკრეტულად საპენსიო თემასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ იგეგმება, თუმცა ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, თქვათ, გაფლანგვის თემატიკაზე ჩანაწერს და თუ კი რაიმე ასეთი დადგება შესაძლოა ეს გავრცელდეს ამ ფონდთან დაკავშირებითაც. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეორეს მხრივ ბიზნესი აღიარებს იმას, რომ აუცილებელი ამ რეფორმის ამოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და მეორეს მხრივ ეს ვერ ეწევა დასაქმებულების რიცხვი, დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს პრობლემა და სახელმწიფომ ეს ტვირთი ვეღარ ზიდოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ფონდი არსებობდეს, თუმცა ყველა, ვინც დღეს დღევანდელ შეხვედრაზე იყო, ფაქტობრივად ამბობდა, რომ პროცესები ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს. ყველაფერი ძალიან ჩქარა ხდება. არ არის ჯერ არც საიტი გახსნილი. არის რაღაცა ცდომილებები საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში. არის გარკვეული ტექნიკური ხასიათის კითხვები ამ კანონის აღსრულება როგორ უნდა მოხდეს, თუმცა ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ იმ რეჟიმში, როდესაც სააგენტოს ხელმძღვანელობა ბრძანებდა, არ უნდა გახდეს რთული. ყველას გვესმის, რომ მოხუცების მოვლაპატრონობა ეს ჩვენი საზოგადოების ვალი არის და სახელმწიფო სხვა არაფერი არ არის, თუ არა ჩვენი ერთიანობა და ჩვენი თვითორგანიზება. დღეს ყველა პრეტენზიას და კითხვას პასუხი გაცა თავად სააგენტოს წარმომადგენელმაც, სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2 თვეში დაახლოებით დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო და ასევე კომიტეტი, რომელიც პარალელურ რეჟიმში დაიწყებს ასე ვთქვათ საქმიანობას, რაც შეეხება გადავადებას, როგორც უკვე აღინიშნა, გადავადება არ იგეგმება. გათვალისწინებულ ვადებში სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას და დავიწყებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას. მე არ ფიქრობ, რომ ბიზნესისთვის ეს იყოს რაიმე წნეხი ან მონეტარული თვალსაზრისით, ან რაიმე დამატებითი მნიშვნელოვანი და არსებითი სამუშაო მათ გაუჩნდეთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს 100%-ით ინფორმირებული იმ დროისთვის, როდესაც მათ მოუწევთ რაიმე ქმედებების განხორციელება. მაშინ ასე დაველოდოთ ბექა, მე მგონი მეტი არც არაფერი დაგვრჩენია, ვნახოთ როგორ გაგრძელდება. რეალურად ბევრი ტექნიკური საკითხია, რომელიც პასუხს საჭიროებს და ვნახოთ მომდევნო დღეების განმავლობაში იგეგმება ფონდსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. კლიპიც რო დამზადდება, იქ თქვით, თუ არ გვითხოვ, 60 დღეში იქნება კლიპიც, რომელიც საინფორმაციო ხასიათს იქნება ბიზნესისთვის და რამდენად აგვიანებულია ან რამდენად პროგრესს საკითხია. კარგია რომ ახლა მაინც დაიწყო.
სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია ევროინს გრუპის წევრი გახდა. გუშინ ამ ორი კომპანიის შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასრულებისთვის საქართველოს ევროინს გრუპის წარმომადგენლები ესტუმრენ. უფრო მეტი დეტალი ვნახოთ ანუკა ჯოხაძის სიუჟეტში. ქართული სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფი ადგილობრივ ბაზარზე ევროინს საქართველოს სახელით აგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, IC ჯგუფში დაზღვეული ადამიანები ავტომატურად ევროინსის დაზღვევით ისარგებლებენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ორი კომპანიის შერწყმა ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის განვითარებისკენ და არსებული პროდუქტების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. იგეგმება ახალი ინოვაციური პროდუქტების დამატებაც. პირველი პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მოხმარებელს, იქნება ჯანმრთელობის პროდუქტი, სადაც მინიმალიზირებული იქნება ყველა გამონაკლისი, ანუ პრაქტიკულად ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაზღვეულს ექნება საშუალება მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე შევთავაზებთ ამას როგორც ახალ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებელს, რომელსაც უკვე წლების განმავლობაში ვაზღვევთ და განახლებისას უკვე ახალი პროდუქტით შეგვეძლება მათთან ხელშეკრულებების გაფორმება. შემდეგ გეგმავთ, რომ ასე ვთქვათ, ყველა სხვა პროდუქტით შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის და თვითონ დაზღვევის პროცედურას და შემდეგ კი გამარტივებული იქნება მათთვის თვითონ პროცესი ანაზღაურების შემთხვევაში. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროინსის შემოსვლის მთავარ მიზეზად ბიზნეს გარემო, ეკონომიკური ზრდა და მზარდი სადაზღვევო სექტორი სახელდება. როგორც ევროინსის წარმომადგენლები ამბობენ, ადგილობრივმა საკანონმდებლო ბაზამ და ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული გარიგების წარმატებით დასრულებაში დიდი როლი ითამაშა. ჩვენ შევარჩიეთ საქართველოს სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პოტენციურ და სტრატეგიულ პარტნიორს ხედავთ. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიულად წინ გადადგმული ნაბიჯი. გარდა ამისა, ჩვენ ისიც დავაფიქსირეთ, რომ სხვადასხვა ახალ მომსახურებაზე და პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ასევე დიდია მოთხოვნა უახლეს ტექნიკურ საშუალებებზე, რათა გაუმჯობესდეს, უფრო უსაფრთხო გახდეს დაზღვევის ბაზარი. ამიტომაც გადავდგით ეს ნაბიჯი და შემოვედით საქართველოში. გარიგების ღირებულებას ხმამაღლა და ღიად ვერ ვიტყვით. ეს რამდენიმე მილიონი ლარია და უტოლდება სწორედ იმ გარიგებების საფასურს, რომელიც ჩვენ ახლახანს ჰქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. უცხოური ინვესტიციის მოზიდვასთან ერთად ევროინს გრუპი საქართველოში ევროპული ცოდნის დანერგვას და განვითარებასაც გეგმავს. იგეგმება კომპანიის თანამშრომლების გადამზადება და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით მათი კვალიფიკაციის ამაღლება. აღმოსავლეთ ევროპის კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და ჩვენთან კომპანიაში ნიშნავს იმას, რომ მივიღებთ დამატებით გამოცდილებას, მივიღებთ ახალ ტექნოლოგიებს, ახალი პროდუქტების შემუშავებაში დაგვეხმარება და პლუს ყველა გამოცდილება, დიდი გამოცდილება, რომელიც უკვე ევროპულ ბაზარზე გააჩნია, იქნება გადმოღებული. იგეგმება დიდ ტრეინინგები, არსებული სტაფის გაცვლა კომპანიებს შორის, რაც უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული დონის ამაღლებას და კლიენტებისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებას. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბაზარი შედარებით მცირეა, ევროინს ჯგუფის საომალო გეგმები მაინც ვრცელია. კომპანია ამ ეტაპზე 8 ქვეყანაში ოპერირებს, საიდანაც 4 ქვეყანაში შვილობილ კომპანიებს ფლობს. ევროინსის მომსახურებით დაახლოებით 2.500.000 ადამიანი სარგებლობს, ხოლო მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 9 მილიარდი ევროა. და თემაზე საუბარს უკვე ალექსანდრე ჩოჩიასთან, ევროინს ჯორჯია სამეთოყურო საბჭოს წევრთან ერთად განაგრძობთ. საღამოშტოს პატმო ალექსანდრე, მადლობა ჩვენს პირველ რიგში მოგილოცოთ პირველი ეტაპის დასრულებას ევროინს გრუპთან. დასაწყისში მინდა გითხოთ, რატომ კონკრეტულად ეს სადაზღვევო ჯგუფი, რატომ აირჩიეთ თქვენ და რატომ აგირჩიათ ასე თქვათ, მან რა წინწრები ასე თქვათ მოლაპარაკებები უძღოდა ამ შერწყმას წინ? ჩვენი მხრიდან ამ კომპანიაზე შევეჩერდით იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კომპანიას ევროპის ბაზარზე მუშაობის, წარმოდგენილი არიან 8 ქვეყანაში, მას შორის ერთ-ერთი ასევე პოსტსაბჭოური ქვეყანა არის და მათთვისაც საქართველოს ბაზარი საინტერესო იყო იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ შეაფასეს შემოსვლამდე ბაზრის დინამიური ზრდა. ასევე სრულფასოვანი კვლევა ქონდათ. რა თქმა უნდა, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მონაცემები სრულად იქნა შესწავლილი კონკრეტული პროდუქტების მიხედვით, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, ასევე გადამწყვეტი როლი მათთვის ითამაშა
გარკვეული სავალდებულო პროდუქტების უკვე შემოღებამ და იმ გაჟღერებულმა მოლოდინებმა, რაც შემდგომ წლებში უნდა დაინერგოს საქართველოში და ასევე ამოსავალი წერტილი იყო კიდე თვითონ ბიზნესის ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივე. ამან განაპირობა და ჩვენმა პირადმა ურთიერთობებმაც ის რომ ევროინსმა გადაწყვეტილება მიიღო AIS ჯგუფში და პირველ ეტაპით დასრულებული. კი ბატონო, რაც შეეხება მომხმარებელს, რა სარგებელს მიიღებს აი ამ ახალი პროდუქტით თავად მომხმარებელი? თუ კონკრეტულად ერთ პროდუქტზე ვისაუბრეთ, რაც იულიში გაწოდა ევროინსის და AIS-ის პარტნიორობით. თავარი რაც არის დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი დრო ჭირდება პროცესს თვითონ მომხმარებლის მომსახურების პროცესს დაწყებული პროდუქტის ყიდვიდან დამთავრებული ზარალების დარეგულირების პროცესით. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცდებით რომ გადმოვიღოთ მოვარგოთ საქართველოს ბაზარს ამ კომპანიის გამოცდილება. ეს ნიშნავს რომ საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმობა დისტანციური არხებით პროდუქტების გაყიდვას, რომ გაამარტივოს თვითონ დრო პროდუქტის შეძენის და ასევე ზარალების დარეგულირება დაწყებული ლიმიტების შემცირებისგან დამთავრებული კონკრეტულად ჯანდაცვაში იყო მინიმალურ გამონაკლისებზე საუბარი, რომ პაკეტი იქნება, რომელსაც მინიმალური გამონაკლისი. ეს რას გულისხმობს, რომ გავგეშალოთ ცოტა ვრცლად. თქვენ თუ დააკვირდებით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი არ აკვირდება, ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიაში, მათ შორის დღემდე ჩვენს კომპანიაში არსებულ პროდუქტებს კონტრაქტს მოყვება გამონაკლისების სახმით საკმაოდ ვრცელი ჩამონაცვალი. ჩვენ ვეცდებით, რომ პროდუქტი იყოს ისეთი სახით მიწოდებული კლიენტზე, რომელსაც ეცოდინება, ზუსტად ეცოდინება, რომ მინიმალური გამონაკლისი იქნება პროდუქტში განსაზღვრული. არანაირი დამატებითი და არანაირი სიურპრიზებს მომხმარებელი არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, დამდგარი ზარალის შემთხვევაში დისტანციურადმე გარკვეულ ლიმიტამდე, თანხის ლიმიტამდე ვეცდებით, რომ ავტომატურ რეჟიმში დავარეგულიროთ ზარალი. კი ბატონო, და ბოლოს მინდა კითხოთ, პირველი ეტაპი დასრულებულია, რამდენ ეტაპიანია ეს შერწყმის პროცესი და როდის დასრულდება, ასე ვთქვათ, ბოლომდე, რას მოიცავს ესეც მოკლედ რომ გითხრათ. პროცესი არ იქნება მოკლე, რადგან პირველი ეტაპი არის თუ ვიტყვით სახელისწულება, რებრენდინგი უკვე დაწყებული გვაქვს, საახალწლოდაც უკვე ახალი სახელით წარდგებით მომხმარებლის წინაშე, შემდგომ იგებება უკვე ფართომასშტაბიანი ინტეგრაცია, ეს გულისხმობს უკვე პროდუქტების მორგებას, მათი პროგრამული უზრუნველყოფის სოფტის დანერგვას, კომპანიაში მათი გამოცდილების დიჯიტალიზაციის გადმოღება, რაც ვფიქრობთ, რომ წელიწად ნახევარი გასტანს სრულად პროცესის დასრულებამდე და მთლიანი ინტეგრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა. სიუჟეტს მოვისმინეთ, კადრების გადამზადებაც იგეგმება და იმ ახალი გამოცდილების შემოტანა ამ კუთხით, რომელიც ევროინსმა დააგროვა ამ წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპაში საქმიანობით. მადლობა წარმატებები, ალექსანდრე ჩოჩი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას გადაცემაში მომბრძანებისთვის. განვაგრძობთ ჩვენ ეთერს, ბილაინს თავისი მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს, მობილური ოპერატორი კომპანია GPA Holding-თან ერთად ერთობლივ პროექტს იწყებს. GPA-სა და Beeline-ის მომხმარებლებს 20 დეკემბრიდან შეძლებენ ისარგებლონ ახალი პროდუქტით, რომლის დახმარებითაც Beeline-ის roaming-ის ინტერნეტ პაკეტის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად ისინი სამოგზაურო დაზღვევას მიიღებენ. უფრო მეტი დეტალი ანუკა ჯოხაძის სიუჟეტში ვნახოთ. დეკემბერი ის თვეა, როცა ბევრი ჩვენგანი თავის სამოგზაურო ტურს გეგმავს. მიზეზი მარტივია, ახლოვდება ახალი წელი. რომლისთვისაც მთელი მსოფლიო ემზადება. ულამაზესი საშობაო და საახალწლო დეკორაციების სანახავად ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობენ. მოგზაურობისას კი ერთდროულად მნიშვნელოვანია როგორც მობილური ინტერნეტი, ისე სამოგზაურო დაზღვევა. მობილურმა ოპერატორმა
ოპერატორმა Beeline-მა და სადაზღვევო კომპანია GPI Holding-მა მოგზაურებისთვის პირველად საქართველოში ერთობლივი პროდუქტი შექმნა, რომელიც ორივე მომსახურებას აერთიანებს. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Beeline-ის roaming-ის ინტერნეტ პაკეტს შეიძენს, საჩუქრად GPI Holding-ის სამოგზაურო დაზღვევას მიიღებს. დღევანდელი პროდუქტით მომხმარებლებს ფაქტობრივად უმარტივდება ცხოვრება, კონკრეტულად კი მათ, ვინც მიემგზავრება საზღვარგარეთ. ვინაიდან ერთი დაწყაპუნებით იყიდის roaming-ის ინტერნეტ პაკეტს და სრულიად უფასოდ მიიღებს სამოგზაურო დაზღვევას. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ იყოს დაცული და იყოს სულ კავშირზე. როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ახალი პროდუქტის მთავარი უპირატესობაა, რომ მომხმარებლები ერთდროულად დროისა და ფინანსების დაზოგვას შეძლებენ, რომლებიც დამეთანხმებით, რომ მოგზაურობისას უმნიშვნელოვანესი დეტალებია. ეს ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რადგან საქართველოს ბაზარზე მისი ანალოგი არ არსებობს და ამავე დროს მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობთ ძალიან მარტივი გადაადგილების რეჟიმით ევროპაში და შესაბამისად დაზღვევა წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ დოკუმენტს, რომელიც უნდა კონდეს ნებისმიერ ევროპაში მოგზაურს. ამ ორი მომსახურების გაერთიანება მისი პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყდა. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მოგზაურობისას მომხმარებლები ყველაზე ხშირად მობილურ ინტერნეტსა და სამოგზაურო დაზღვევას იყენებენ. Beeline-ისა და GPI Holding-ის ერთობლივი პროდუქტით სარგებლობას მოგზაურები კი 20 დეკემბრიდან შეძლებენ, რისთვისაც როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, საკმარისია მხოლოდ Beeline-ის ვებგვერდს ან მობილურ აპლიკაციას ეწვიოთ. საქმის კურსში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის რუბრიკის დროა დღეს კომპანია Geo Group-ს გაგაცნობთ, რომელიც 2008 წელს დაარსდა. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ტექნიკის იჯარა. 2011 წლიდან კომპანიამ შეცვალა პროფილი და მთლიანად გადაერთო მიწის სამუშაოებზე, კერძოდ ქვაბულების მომზადებას, ავტომობილო გზის მიწის ვაკისის მოწყობას, სადემონტაჟო სამუშაოები. 2013 წლის დასაწყისში შეფასე Geo Group-მა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო შეკვეთების შესრულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრია. Geo Group-ის ხელმძღვანელი გიორგი თავართქილაძე საქმის კურსს ეთერში. საღამოშტოს პატონო გიორგი, ბაგარაციმაში მომბრძანებისთვის. რაღაც პატარა პრეისტორია მოუყევი Geo Group-ის დაარსებიდან დღემდე რა გზა გამოიარა, მაგრამ დღევანდელი ასე ვთქვათ მდგომარეობა რომ გითხრათ კომპანიის რა ტიპის პროექტებს ახორციელებთ, ეს არის მხოლოდ რეგიონების მასშტაბით თუ თანამშრომლობთ ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთანაც? ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი პროექტები არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამშრომლობთ საგზაო დეპარტამენტთან და ქალაქ თბილისის მერიასთან. რამდენი პროექტია განხორციელებული სულ Geo Group-ში? ამ ეტაპზე წელს 2018 წელს დაახლოებით 60 ობიექტი არის ჩაბარებული თბილისის მასშტაბით. ეს არის მცირე და დიდი მასშტაბის ობიექტები. ყველაზე მასშტაბური იყო კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლი, რომელიც გაიხსნა 4 დეკემბერს, რამოდენიმე დღის წინ, რომლის ღირებულება 9 მილიონი ლარი იყო. და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით წელს დასრულდა ლენტეხის რეგიონში 14 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება აგრეთვე 9 მილიონ 100,000 ლარის. ანუ ყველაზე მსხვილი პროექტები, რაც თქვენს კომპანიას ჰქონდა, ეს იყო რეგიონების მასშტაბით, თუმცა თბილისის მასშტაბითაც საკმაოდ აქტუალური. რამდენი პროექტი იყო მაგათ 2017 ან 18 წელს თბილისში? 17-18 წელს პატარა ობიექტების ჩათვლით დაახლოებით 150 ობიექტი გვაქვს დასრულებული. კი. აქ შედის დიდი ობიექტებიც და პატარა და საშუალო. რაც შეეხება განვითარებას, 2008 წელს დაარსდა, თავიდან არ იყო პროფილური საქმიანობა, საგზაო სამუშაოები, მაგრამ 10 წელი მაინც შეუსრულდა კომპანიას. დიდი დრო არ არის, არც მცირე, აი რა ეტაპები გაიარა კომპანიამ ამ პერიოდში? აბსოლუტურად ყველა. რომელიც უნდა გაიაროს კომპანიამ განვითარებისთვის. პირადად ჩემი ხედვა არის, რომ კომპანია აუცილებლად უნდა გაიზაროს ეტაპობრივად. ეს არ უნდა მოხდეს თქვა რაღაც დიდი ნაბიჯებით. პირდაპირ რაღაც დიდ პროექტს არ უნდა შეეჭიდოს? არც ერთ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ გამოცდილება აუცილებლად მოიცავს პატარა პროექტებიდან დიდ პროექტებზე გადართვას. სტრატეგიაც ჩვენი იყო ესეთი, ჩვენი გუნდის, მართველი გუნდის და პრინციპში ჩვენი კომპანიის მთავარი დამახასიათებელი რაც არის, ჩვენ ყოველწლიურად ვიზრდებით. ანუ ჩვენ არ გქონიათ ჩავარდნები, ესე ვთქვათ. ყოველ წელს რაღაც გარკვეული მინიმუმ 20%-იანი ზრდა კომპანიას ყოველთვის ჰქონდა.
შარშან მაგალითად ჩვენ დავგეგმეთ ასვალის ქარხნის შეძენა, დღეს უკვე მეორე ქარხნის საჭიროება გაჩნდა. ანუ რეალურად ჩვენი ხედვა და ჩვენი განვითარება ძალიან ადეკვატურად ემთხვევა ერთმანეთს და რა ვიცი, ვცდილობთ რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, იქიდან გამომდინარე რომ იგივე ქალაქის მერიასაც და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც გაცილებით დიდი გეგმები აქვს სამომავლოდ. აუცილებლად ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები იმატებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გეგმები აქვს და ჩვენც ამ გეგმებთან ერთად სტრატეგიულად გეგმავთ მომავალსაც და საკმაოდ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმები და ჩვენი ზრდა ადეკვატური იქნება და პირდაპირ პროპორციული. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თქვენ ახსენეთ ერთი ასფალტის ქარხანა დაგეგმეთ, შეიძინეთ, მეორე საჭიროება დადგა, ხო? აი, არ ვიცი ახლა რამდენად ადეკვატურია ეს კითხვა, მაგრამ რა ტიპის სიდიდის პროექტის განხორციელება შეუძლია ჯეოგრუპს, ანუ საქართველოს მასშტაბით ჩვენ წელს ოპერირებად კომპანიებს. ჩვენ წელს შევასრულეთ დაახლოებით 40 მილიონის პროექტები. ეს იყო მცირე, საშუალო, დიდი პროექტები საქართველოს მასშტაბით ვიძახი, რა თქმა უნდა. გამოწვევა რა არის? აი ადამიანური რესურსი, ადამიანური რესურსი რა თქმა უნდა. ადამიანური რესურსი ძირითადად ამას რა თქმა უნდა მოსდევს ტექნიკური რესურსიც არის რაღაც ჩვენი ქვეყანა განვითარების იმ ეტაპზეა, როცა ეს ახალი ტექნოლოგიები, ეს შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვითი ზემოქმედების ეს ნიუანსები ჩვენ ნელ-ნელა ამას ესე ვთქვათ ვეგუებით, სწავლობთ და წინ ვიდივართ და ვითარდებით. აქედან გამომდინარეც ეს სტაფიც ეს ადამიანური რესურსი რაც არის აბსოლუტურად ნელ-ნელა ვითარდებიან, ნელ-ნელა ეჩვევიან უკვე ამ ახალ ყაიდაზე გადაწყობას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია უკვე ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაინც ეს პროგრესი მაინც შესამჩნევია უკვე ბოლო წლებში რეალურად. ხადი, ხო, ყველა სფეროში პრინციპში ესე ნელ-ნელა ვითარდებით და ბოლოს მინდა კითხოთ 2019 წელს რა გეგმები გაქვთ, ანუ გაფართოების კუთხით ახსენეთ მეორე ასფალტის ქარხანა კიდევ ტექნიკა, ადამიანური რესურსი, გადამზადება თუ იგეგმება თუ აკეთებთ ამ პროცესს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში მენეჯერების გადამზადება ხდება უშუალოდ ობიექტის მენეჯერების, რომლებიც უშუალოდ მართავენ ობიექტებს და პროექტებს, რომლებიც ახალი გამოწვევა უნდა რომ ყოველ წელს უფრო დიდი და დიდი პროექტების მართვა უწევთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, იგეგმება ახალი ასვალის ქარხნის შეძენაც, იგეგმება ბიტუმის ემულსიის ქარხნის შეძენა, ყველა ის ძირითადი ტექნიკური პერსონალის გადამზადება, რომელიც მოხდება იმ მომწოდებელი და წარმომადგენელი ქარხნების მიერ, რომლებიც ჩვენ გვაწვდიან უშუალოდ ამ ტექნიკას და ქარხნებს. დიდი მადლობა წარმატებები ჯეოგრუპს, მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. გიორგი თავართქილაძე იყო საქმის კურსის ეთერში. ამით ჩვენ ვასრულებთ გამოშვებას. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. გემშვიდობებით, ნახვამდის.